მიდიდე მოგესალმებით ძვირფასებო როგორ ხართ და როგორ გიკითხოთ ჩვენ ესე იგი ვემზადებით სასასვლელად არასადაც ვიათორე ბიჭებს ჩავაცვი თითა ანთია მაგრამ რა გინდათ ხალხო ბჟუტავს ხაჭაპურს გამოვაცხობ რომ უცებ გეგა კი არა და გოდენ და ადამ ეს მიირთვან და გეგასთვის კვეცხი მაქვს შემწვარი კი სუსტადური გამოდის არ მახსოვს საყინულეში შევინახე თუ არა ცომი არ მახსოვს და მომკარით მოგვიეთ შინ კრება გქონდა სკოლაში იქ ვიყავი არა ხალხო სულ მთელი ცომი გამომიცხვია მთელი იმის შეკრება იყო მთელი ვინც ყავს სკოლას მოსწავლეები და მაგათი მშობლების ანუ მოსწავლეების არა მშობლების 12-ვე კლასის ჩათვლით ბავშვები ვინც ყავს ყველას მშობელი, ანუ ვინც მოახერხა მოსვლა ვიყავით რა, საკმაოდ ვიყავით. ხო და ფორმები რო შემოდის და მსგავს რაღაცეებზე რა, მაგრამ ფორმებზე მე მახსოვს მოკლედ ზუსტად არ მახსოვს რაზე დაიწერა ან ისე თანხა გექნებათო გადასახდელიო, ესე გავიგე ფორმებზე, ესე გვითხრეს. ძვირი არა, სადღაც მე მგონი 120 ლარი ახსენა. ხო და ერთი ფორმა რას ყოფნის ბავშვს, რა თქმა უნდა, შესანაცვლებელი მეორეც ხო უნდა. ჯანმრთელობა დედი. ხო, მე ეს პრობლემა დიდად ჩემთვის ეხა პრობლემად თuliდი მეთქი ამ ფორმას მეთქი არა იმიტომ რომ ტანსაცმელსაც ხო ჩვეულებრივ უყიდი ბავშვს ყიდულობდი სკოლისთვის ასე რომ უფრო მეტად მე რაც მინდოდა თქვენ სულ იცით რომ აი რო არ მომწონს მეთქი რომ ეს რა ქვია მშობლების დაშვება რო არ ხდება ფოიეში მაინც დალოდების მიზნით პირველში რომ მყავდა გოდე, აი ეს არის რომ არ მომწონს მე და ეს ვთქვი. და კანონი არ მაძლევს რო თქვა უფლებას მე ვუთხარი რომ კანონში თურმე არ წერია და მოკლედ ეს დირექტორის გადაწყვეტილებით ხდება მე ესე გავიგე მეთქი და მარტო მაგალითად მარტო პირველი კლასის მშობლების დაშვება რო იყოს მეთქი და მაინც არაო და მოკლედ მე რაც არ მომეწონა ეგ იყო რომ ამ ჩემს დასმულ კითხვაზე და მე რო დამისვეს კითხვა რომ მარტო ეგ არისო პრობლემაო და დიახ მეთქი რომ უთხარი მთელი დარბაზი ხარხარებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და აზრი არ ქონდა მე უკვე არაფრის თქმას იმიტომ რომ აი აზრი არა აქვს ასეთ დროს აი მართლა აზრი არა აქვს ასეთ დროს იმიტომ რომ მე გოდესთან პირველ კლასში მქონია ცუდი გამოცდილება ერთხელ ოღონდ მხოლოდ და ვინმეს გქონდა თორო დასვეს შეკითხვა მე არ ვილაპარაკე ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ გოდეს მასწავლებელს აი ძალიან დიდ პატივს. ხო და მარტო იმ ქალბატონის ხათრით არ ვილაპარაკე. იმდენი სიკეთე ჩემს სამივე შვილს. ხო და მოკლედ ადამიანმა ხო გოგომ დასვა კიდე კითხვა და ეს რა კითხვა არის უთბიათ და ესეც ამ თემასთან დაკავშირებით დასვა იმანაც და არც ეგ არ არის სწორი ხალხო შენ თუ რამე კითხვის დასმა გინდა დასვი და სხვის კითხვას
რაზე განიხილავ ეს რა კითხვაა და ასე შემდეგ ჩვენ ისე კითხვებს ვამდით, რაც ჩვენ გვაინტერესებთ და ჩვენი შვილების ჩვენი შვილებიდან გამომდინარე და არც ერთის მან ხმა არ ამოუღია მარტო 4-5 თუ 6 ადამიანმა ილაპარაკა ამდენი მშობლებიდან. ყველა მე იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა მანდ, რომ მე არ ვარ ადამიანი ამ თემასთან დაკავშირებით, სხვებთანაც მილაპარაკია და მე არ ვარ ადამიანი, რომ რამე ვინმეს მივაძახო, როცა საუბარი მჭირდება და იყო ამის შანსი, იქაც ვთქვი ჩემი აზრი. აი ეს იყო. უკან ლაპარაკი არ მიყვარს, ნახე, ეხა მე რო ვსაუბრობდი, აქ ნებისმიერთან მითქვა, რომ ეს არ მომწონს მე და აი უნდა ვილაპარაკოთ დირექტორთან ამასთან დაკავშირებით, მეთქი, ხო მითქვია და მე შანსი რომ მომეცა და რო არ მეთქვა, ხო იტყოდნენ ამას ის არ ქონდაო რომ ელაპარაკაო, რატომაც არა. იმიტომ რომ მე ისეთ რამეს არ ვითხოვ, რაც არის შეუძლებელი და რაც არ ხდება სხვა სკოლებში. ეგ იყო და ვთქვი. ხო უკან არავის არ ვეძახი რამეს და არც ვლანძღავ და არც არაფერი არავის. თუ რამეს ვიტყვი, საუბრობ ისეთზე, რაცაც პირშიც ვეუბნები ადამიანებს და არ ვარ ზოგიერთებივით ბევრი რამ გამიგია, ბევრისგან და მე მაგის ის არა აქვთ, რომ ილაპარაკონ პირდაპირ ადამიანთან და მე მასზე არ ვარ. პირდაპირ ვთქვი. პასუხი უარი მივიღე, რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიზავთ? კიდევ დავილაპარაკები, ბევრჯერ, მილიონჯერ, არ ვიცი, ჯერ სკოლის დაწყებამდე დიდი დრო არის და მოკლედ იმდენი სკოლა არსებობს, სადაც ბავშვების მშობლებიც დაიშვებიან. მაგასაც ვიტყვი. მე ისედაც ვთქვი იქ, რომ მე ბევრი სკოლა ვიცი, იმიტომ რომ მაგ შეხება სკოლებთან და შეხებაში გულისხმობ იმას, რომ მე ჩემი სკოლები არ დამიწყებია და ვკითხულობ და მაინტერესებს, რაღაცეები ვადარებ ყველაფერს ერთმანეთს და ასე შემდეგ. ამიტომ არის ხალხო დაშვება ყველგან მშობლების და ვერაფერი ვერ გავიგე აქ რატოა არ არის. თქვენო დაგხვდეთ უფლებაო, მე ყველას მოუნდებაო და რატომ მოუნდება? ყველას კი არ აყავს პატარა ბავშვი და რაზე ივლიან, იმიტომ რომ ყველას მუშაობს, სამსახურები აქვს და ეხა დიდი ბავშვების მშობლების სკოლაში რაზე ივლიან, უბრალოდ ეგ არის მიზეზი არ დაშვების და ძალიან ცუდი არის. მე ვიდეოც კი გადამიღია და დევს YouTube-ზე, რომ გარეთ საშინელ ქარში უფლება არ მოგცა ფოიეში მაინც შესვლის იმან უფლება არ მაქვს რომ შემოგიშვათო იქ რომ მუშაობენ რა ქვია მანდატურები. არ ვამბობ, ცუდი არავინ არ არის, იმის სამსახურია და ალბათ იცის რაც უნდა ქნას, მაგრამ ადა არ ყავს ჯერ მზად, მაგრამ ამას გამოვაცხობ და ადასაც ჩავაცმე. მოკლედ ეს იყო და ეს და მე რო ვთქვი, ჩემს დროს ესე იყო მეთქი და მართლა იყო. ჩვეულებრივად თვალებს მასე ნუაკეთებ, ტელეფონთან მოხვალ და მაშინ გააკეთებ, დედიკო, მთელი დღე არ გააკეთებს, როცა არ ხატავს და არ წერს. ტელეფონთან მივა და ეგრე უნდა გააკეთოს. როგორ შეიძლებოდაო, მასწავლებლებისგან გავიგონე, რომ აი დაშვება როგორ შეიძლებოდაო მშობლების და რო გვესწრებოდნენ გაკვეთილებზე. ხმეთო დიდებულო, რატო არ შეიძლება მშობლები რა, იკვინებიან, ადამიანები არ არიან. თუ რა, მაგათი ბავშვები რო ხო უნდათ კაცო, მშობლები რა. პიროვნებები არ არიან, მათთან ურთიერთობა არ შეიძლება. თუ რა ვერ გავიგე. სხვათა შორის ეხლაც მე ჩემმა და მითხრას ხვის ნათქვამს და რაც დაზუსტებით არ ვიცი, არ ვლაპარაკობ, არაფერზე იცით და ამ ყველაფერს ისედაც ეხა ყველა მიყურებს მე აქ და ყველას ეს მოდეს იქნება, მაგრამ მე ისეც არაფერს არ ვლაპარაკობ, რაც არ მითქვია და რასაც ვერ ვეტყვი ადამიანებს პირში და ჩემი დისგან ვიცი სუსტად მე რომ აი მასწავლებელმა პირიქით იქეთ შესთავაზა მშობლებს და მე გეუბნებით ამას ქალაქის სკოლაში და სოფელი არა ფურჯაანში პირიქით დაესწარით ორ-ორი მშობელი რომელ დღეებშიც გინდა თქვენი ნება ნებისმიერ დროს მოხვიდეთ და დაესწროთ და
აქ ანუ დირექტორის კარი სულ ღია არის, მაგრამ თუ რაღაცა ინიციატივით მოდიხარ და ინიციატივის და რამე სხვა ფიქრებისთვის სკოლაში, სკოლის ფიქრებისთვის მართლა არა მაქვს იმდენი ფიქრები მიტრიალებ ჩემს თავში, რომ ჩემი ცხოვრება იმდენად მაქვს დასალაგებელი, ანუ ცხოვრებაში არ გულისხმობ ჩემ შვილს და ოჯახს ხმართან ურთიერთობაში. ანუ ბევრი რამ ფიქრები მაქვს იმდენად, რომ სხვა ფიქრებისთვის აი სკოლაში რამე რო მაგალითად ეს ასეა და ეს რო შევცვალოთ მაგალითად თქვენი იდეით და ასე არ მაქვს სხვა რამისთვის დრო და გინდა მიწყინეთ და გინდა არა და გინდა როგორც გინდა ისე დამცინეთ. არ მაინტერესებს, მე კი არ დამცინით. თქვენს თავებს დასცინით ნებისმიერი. მე არ მაქვს იმისთვის, რომ იმიტომ რომ მე ჩემ შვილებზე და ჩემს კი შვილებისთვისა ის სკოლაც ვიცი, მაგრამ ნახეთ კიდე რა არ მომეწონა მე ეს ვახტანგ გადელიაო თუ გაბელი არ ვიცი მაგის გვარი სწორად იმასაც მივწერე და მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მაგიტო ვიძახი შარშან ჩვეულებრივად როდესაც რაღაც თეატრის დღეები, პატარა საჩუქრები შეეხო ბავშვებს, ყველა ბავშვს შეეხო, წელს არ შეეხო არადევნილ ბავშვებს. ანუ ხო სწავლობენ აქ დევნილების გარდა სხვა ბავშვებიც, მხოლოდ დევნილები წაიყვანეს და მივწერე. ანუ უბრალოდ დედიკო რა კარგი ყოფილაო დევნილობა ბავშვმა, რატო უნდა მითხრას, რომ აი იგრძნო თავი დაყოფილად. არ არის შურიანი ჩემი შვილი და არც მე არ შურიანი, ამას იმიტომ არ ვიცახე. უბრალოდ ბავშვები რო არიან, ბავშვები არ უნდა იყოფებოდნენ. არ უნდა დააყონ ბავშვები რაღაცის იმით, რა ქვია, რაღაცების მხრივ არ უნდა იყოფოდნენ დევნილი და არადევნილი. ბავშვი რო ყველაფერი ყველა ბავშვს ეხებოდეს, ხო? ეს მივწერე მე ისედაც იმ კაცს და რაღაცის ყოფილა და ჩვეულებრივ იქ სადაც მისაწერი იყო იქ მივწერე. არის იმ კაცმა ნახა თუ ვინ ნახა, მოკლედ ნანახი რო არის ჩემი მესიჯი ის ჩანს. ხო და ესე შემოკარგებო. თან ადამიანი მე აქ არ ვცხოვრობ, ვარ დროებით. არ ვიცი როდის სად გადამისვრის ეს ცხოვრება. ხო და მოკლედ დრო არ მჭირდება სხვა რამე ფიქრისთვის, სკოლისთვის მით უმეტეს, რომ იქ რაღაცა ჩემი გეგმით და იმით, მაშინ სულ ხი არის ჩვეულებრივ ნებისმიერ დროს თუ საჭირო იქნება ნებისმიერ დროს შეგვიძლია შესვლა და შვილების გამო არა. მე თუ დავდივარ სკოლაში მხოლოდ შვილების გამო. კი, ახლა ამ ჩემი ლაპარაკით შეიძლება მე ვერაფერი ვერ შევცვალო, გარდა იმისა, რომ მივიღო უარყოფითი სახეები, როდესაც ჩემს ვიდეოს მოისმენენ, მაგრამ ხალხო არაფერს არ ვამბობ ისეც, რაც მე არ მელაპარაკია გუშინ და კიდევ არ მომწონს, რომ მართლა არ დაიშვებიან და დაშვება უნდა იყოს პირველი კლასის მშობლებისთვის მაინც მარტო. მეტი არაფერი. მეტი საერთოდ არაფერს არ ვიძახი და ეს გუშინ არ ვთქვი. რა შენი გულები? ყურები? სად გაქვს? მიდი იქეთ აიღე. ზემოთ არის? ეცა გადმოვაბრუნე დედა. და თურმე კონცერტების ვიდეოების გადაღება არ სურთო ბავშვების მშობლებს და ამასობაში მე არ მიდევს კონცერტის ვიდეო, მარტო ცეკვის ვიდეო მიდევს ერთი პატარა მონაკვეთი და ყველა სოციალურ ქსელებში მთელი ის დევს, რა ქვია, Facebook-ზე მაგალითად რამ გაყო. უბრალოდ რა არის, იცი რომ იცი, ანუ ვიღაცა YouTube-ზე დევს, აი ეს არ მოსწონ. თორე რა მნიშვნელობა აქვს? იქ რო გიყურებს ის, იქაც გიყურებს. მაშინ ჩემი შვილიც არავინ არ ჩასვას არსად საერთოდ და არც სხვები არავისი არავინ არ ჩასვას და ნახოთ ვინ როგორ გადაიღებს. მასე მარტო აი ვინც YouTube-ისთვის ვიღებთ ვიდეოებს, იმათთვის პრობლემა რომ ჩემი შვილი არ ჩასვა, ჩემი შვილი არ ჩასვა, აი რა თმინდა ჩემი შვილი და მახსოვს მე პირველ კლასში რო ვიყავით შევამთავაზეს, ანუ თამთან ახლა მარშრუტკაში, ანუ მარშრუტში ვიღაცამ ჩემმა გამომწერმა გადაკოცნა ასე შემდეგ და ეს რო გაიგო ერთმა ადამიანმა, მე შევამთავაზეს რახან ესე ვიღები YouTube-ში და ვიღაცას მე უყვარდი და თამთაც უყვარდა ჩემს ვიდეოებში რო ეს ჩანდა, შევამთავაზეს ვიდეოს გადაღება, რომ ყველა ოღონდ ყველა ჩასვას, ყველაფერი დეტალები გადაიღოს, მაგიტომ მქონდა ეს ვიდეო მე
მე ბევრი რამის ამოშლა რომ მომიწია, მე მეორე დღეს მეჩხუბენ ამაზე. მშობლები. თვითონ შემომთავაზეს. მე გადავუღებდი ჩემ შვილს. მე ის არის თქვა რომ მე აქეთ შემომთავაზეს რომ ყველაფერი გადამეღო, არა, ვის სად რა როგორ რაღაცა, ყველაფერი როგორ უნდა გადაიღო. ბიჭოს თუ არ გინდა, თქვენ არავიდან გიღებთ, მივუღებ ჩემს თავს. გოდეს სანამ პირველ კლასში წავიდო და მანამდე დავიწყე მე. ესე იგი, წარმოიდგინეთ 3 წლის იყო რომ მოვედით და 7-ის იყო რომ შევიყვანე სკოლაში. რამდენი წელი ვიხებდი? ან რა მნიშვნელობა აქვს? სად ходებს ყველას Facebook-ზე. და სხვათა შორის დამიჯერეთ YouTube-იც რამოდენიმეს მაინც აქვს. და ბევრს უთქვია კიდე. ჩემს შვილს გავუკეთებიაო და რამე იციო, ანუ შენ რო გაქვსო და ასე შემდეგ. მოკლედ, მე აი ამის თქმა, მე ვისაც არ უნდა არასოდეს კამერა არ მიმშვერია მისკენ. მაგრამ კონცერტის გადაღებაზე რომ ამას იტყვი ადამიანი, ხო, მაშინ რატო მიიღებენ? თითოეული ადამიანი რატო იღებს? მაშინ და რატო უდევთ, ხო? მასე მე შემილია, რომ რატო გადავუღებ ჩემს შვილს და მოვითხოვო და წავაშლევინო ვიდეო. მეც მაქვს მაგის უფლება, როგორც სხვები მეუბნებიან, რომ მე ამის უფლება მაქვს. მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი უფლებები. და სხვათა შორის ერთი ვერ მოვხვდი მე ზაფხულში შევხვდები იმ ბიჭებს. დამაცადეთ, ვისაც იქ ძალიან ახლოს პარლამენტის წევრებთან აქვთ ურთიერთობები და ბევრ რამეს გავარკვევ. ძალიან ბევრ რამეს. ადამიანებს გონია თუ მე ასეც მიცნობენ, რომ ვინმესთან კონტაქტი არ აქვს. უბრალოდ მე არ მიყვარს ადამიანების შეწუხება. თორე ბევრ რამეს შევცვლით. მე არ მიყვარს ადამიანების შეწუხება უბრალოდ. მაგრამ მოვხვდები წელს ზაფხულში. ზაფხულამდე არ ჩავდივარ მე იქ სოფელში ისინი რომ იქნებიან სახლში მაგ დროს, იმიტომ რომ ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მაინტერესებს ეს ბევრი რამის გაგება. მე რო ვიღებ, მე ვიცი რას ვიღებ, მე ვაჩვენებ ჩემს ცხოვრებას ადამიანებს, ხო? რა საჭიროა ასეთ რაღაცებს იღებენ ხოლმე და კაცო, შენ თუ არ გინდა, შენ არ გადაიღო და შენ არ გააკეთო და ჩემს ცხოვრებას ეხა მე ვერავის ვერ კითხავ, მე ჩემს ცხოვრებაში რას გავაკეთე. ვინმე მეკითხება მე თავის ცხოვრებაზე, რჩევას ან რაღაცას აზრებს. ისეთები საუბრობენ მსგავსად მე, რომელთაც პირიქით მაგათთანაც ბევრ რამეს დაინახა. ესეთია ეს ცხოვრება ხალხო. რას გაიგებ, ვერავისას ვერ გაიგებ დღეს. მაგიტო არის, რომ არ მაქვს ურთიერთობები, ვარ ჩემთვის, მე ბევრ ადამიანთან არ ურთიერთობებს, ყველა მიცის აქვს და ბევრისთვის არ არის ჩემი დროებითი სახლის კარი, მაგრამ მაინც ღია. იმიტომ რომ ასეა საჭირო. და არც ის არ მაინტერესებს კიდე მე. თვითონაც არ უნდიხართ ალბათ, რომ მე არ მაინტერესებს. ვის გულს და სულს ხედავ, ვიღებ ყველანაირად, მეც ისევე. ესეთია ცხოვრება.
ტელეფონზე იყო საუბარი. მე არ მაქვს ტელეფონთან დაკავშირებით პრობლემა, იმიტომ რომ ჩემ შვილს ტელეფონი არ დააქვს სკოლაში და სხვათა შორის ეგ ტელეფონი მოხამ. იმიტომ მისცა რომ მე მინდა გოდეს YouTube-ში გავუკეთო და მაგისთვის აქვს ეს გოდეს, მაგრამ გოდეს აკაუნტი მჭირდება, ანუ ჩემი აკაუნტით არ მინდა. თორე ჩემს აკაუნტს მივაბავდი, მაგრამ მე რო რამე პრობლემა ჩემს აკაუნტს შეექმნას, ხო? მაგალითად, მეორესაც თან წაიყოლებს აქვს. ამიტომ არის რომ გოდეს მინდა აკაუნტი გავუკეთოს, მუხამ და ვერ მოაბა თავი. მაგას, თორე მე გოდესთვის მინდა არ. ჩვეულებრივ. ესეც ასე. ეს ახლა მეორეც გამოცხება. ვაჭმევ ამათ და წავალთ. ესეთი ძვირფასები ცხოვრება დღეს. რა მნიშვნელობა გინდ Facebook-ი, გინდ TikTok-ი, ყველა ყველგან ნახავს, ხო? რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ შენ იმისი ალბათ YouTube არხი არ მოგწონს, რო აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მე ამას ვფიქრობ. თორე რა მნიშვნელობა აქვს, როცა თქვენი შვილები ყველას ყველგან ხარ. TikTok-იც აქვს. მე არა მაქვს TikTok-ი, ხო? არ ვდებ. მე რა მოხდა ეხა? არ მაქვს პრობლემა, ვინც რაც უნდა ის გადაიღოს, მაგრამ მე როცა ასე მომიდგებიან მაგალითად, ხო? კონცერტის მხრივ, მაშინ მეც ესე ვიზამ და ჩემი შვილი არ ვნახო არავის არც ცეკვაზე გადაღებული არცის. მეც ასე მოვიქცევი, მაშინ მეც ესე ვიტყვი, რომ მეც ესე არ ვნახო. გოდი, ადრე, თქო დასასმელი არ დაისვარო. ადა, შენც მინდი ჭამე. ეგ ხა ისე მოვაყოლე. თორე მე ჯერ ამ მშობლებისგან დავიცი პირადში არ უთქვიათ არავის ჩემთან რომ არიქა კონცერტზე ისა ჩემი შვილი არ გამოაჩინო. ეგ უბრალოდ აი ისე მოვაყოლე, იქ რომ მოვაყოლა დირექტორმა ისე ზოგბავს არ უყარსო ესო ის და ასე შემდეგ. აი იმას მოვაყოლე, თორე მე ჯერ ჩემი მშობლებისგან არ გამიგია. მინდაო ჩაუთეთ. ჩემი მშობლებისგან არ გამიგია რომ აი არ გადავუღო და ასე შემდეგ და ასე კონცერტზე. ხო და თან როგორი მომენტია ხალხო. აი გადაიღებ და მარტო შენ შვილს ვერ მიუშვერ ამ ტელეფონს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად სხვაც გამოჩნდება. სხვა იმებზე რო ხვდებიან, აი სპეციალურად გადამღები რო არის და ყველას იმას რო იღებს, აი იმასთან ვინმეს აქვს პრეტენზია რომ აი იქ არ მოხდეს ჩემ. არავის არ აქვს. მარტო ესეთებთან, მაგალითად ჩემთან. ვერ კარგი. წვიმაც დავიწყია. გოდე ნუ აყვირეთ რა, ხო, თორე მამაც მოვაწიმალე. ადა, დავიხალე გოგო. ადა. ახლა გეყოფა შენ. მე ვის უთხარი გეყოფამეთი. რა გინდა? ჩაუთე ბიჭო, მე რას უყურე? ამას მე ყვირილი კი არ უნდა და უნდა დამიძახო რომ არ ჩამიგდესო. ჭამე ხა. ესე დამგვარებ გეგას. ეს შემწყალი მაქვს ცივი რო აუცხელებ. ესეთი ამბები ჩემო კარგი. გეგა და ადა ერთად ვერ იკრებიან. თან გეგას რაღაცა აქვს ხოლმე ჩართული, ყოველთვის ვიღაც უცხოელი ბიჭი რო საუბრობს ინგლისურად, რაღაცებს თამაშებს აჩვენებს და თვითონ რო საუბრობს ის ბიჭი. სვეგეთებს უყურებს და ვერ იკრებიან. იმას პეპა უნდა, ხან პეპაც არ უნდა, ხან ემილი უნდა, ხან ისიც არ უნდა, ხან რა უნდა ისიც არ იცის. ადა არის ეგეთი ბავშვი.
ხო და მოკლედ ესე შემოგარგებ. ეხა ვარმე საფიქრალში. მაგრამ სექტემბრამდე მაქვს დრო. სექტემბრამდე კი არა, სკოლის პერიოდში გადაყავდა გადმოყავ ბავშვები, მაგრამ მოვიფიქრებ ჯერ. ძალიან მომწონს ეკა მასწავლებელი, ეხა გეგას ძალიან მაგარი მასწავლებელი შეხვდებოდა და ძალიან მინდოდა ეკა მასწავლებელთან და მინდა კიდევაც, მაგრამ ნახოთ. ჯერჯერობით. ნახოთ. ის კარაქი რატო წავიღე? კი არა და მარგარინი უნდა წამესვა. მასწავლებელს კიდე მადლობა ვთხოვე მე, რომ გოდე გამოეშვა გულში, თო გეგა დაეტოვებინა. გოდეს. და მე ადა წამეყვანა, ადა მიმყავდა, ადა სხვა გზა არ მქონდა. იქ არაფრით ამდენი ხანი ნახეთ, პირველს აკლდა 15 წუთი ჩვენ რო წავედ. კიდევ მოგცემდე. ხო და ისა რა ქვია. 3:30-ზე მოვედი ხალხო, დამთავრებული იყო 3:30. მეცადინება რა არ მაქვს, დღეს პარასკევია. მაგრამ რა ვქნა დღეს მივწერთ თეას არ იქნება თქო. არა მგონია ჩვენ ვერ მოუსწრებთ. ხო, საღამოს თქვი რომ მოვაქვს. თავარია რამე ისეთი არ გქონდეს, ეხა ამბავს და სხვა არაფერი არ მინდა. მოვიდა მუხაის მოსვლის დროც. მზად დამხვიო და მე რამე რამეს მოვიცმევ და ასე იმიტომ ჩავიცვი. უი ხალხო, ტემოს მუხამ გამოუწერა ამათ ჩანთები. სპორტისთვის, აი ცეკვაზე რო დადიან და ასე შემდეგ. მაგისთვის ჩანთები. გოდე! რა დედიკო შეჭამე. მოდი წაიღე ჭამე. ხო და გაჩვენეთ ახლა ისეთი კარგები ჩამოვიდა 15 ლარებში იყო. ხო და ძალიან კარგები ჩამოვიდა, რა ვიცი, ცოტა ზურგზე ოდნავ დიდი მაქვს, კი გაიძახის, მაგრამ მეტი ის არა აქვს მოსაკლები და ეს არის გეგასი. ეხლა წერია და ეს არის გოდეს. ამაში უფრო ტევადობა არის და უფრო იმიტომ მინდოდა ეს უფრო ტევადი გოდესთვის ავარჩიე, რომ თუმცა თითქმის მე მგონი მსგავსია ესენი. ტევადობის მხრივ. რა ვიცი, ესეც გაიშლება მასე. აი ესეც. ხო და მოკლედ ესაა გეგასი, ესაა გოდესი. ამას მე მგონი უფრო მოკლე ის აქვს. აცა ნახოთ. არა, ერთი და იგივეა. ერთი და იგივე. ცეკვის ნივთებისთვის. აქ ჩაუდე აღარ მახსოვს. აქ არაფერი. აქ ჩუსტები გარეთ. აქ ჩაუდე ის სამუხლეები და მაიკა. და ნასკი. ჩაუდე აქ კიდე. გამოსაცვლელი ნასკები, იმიტომ რომ ჩუსტებში ძალიან უოფლიანდებათ და უცვლი ხოლმე. აი ასე და კიდე ჩაედევა ამაში მაიკები და რამე თუ დასჭირდა. აი აქ წყლის ბოთლის. მოკლედ ძალიან კაია. всё, ახლა არ დაედევნება კილო და თავის ჩანდას რო ნახავდა და
ვიღაც მარტო წაღება არ უნდათ ის ადასიო და გუგუს ჩანთარია და ეხლა ორივე აქვს. ესეც შემოთ ზვილთასეყო. ეხლა წავედი მე გეგასაც ვაჭმევ და მოკლედ ამ ვიდეოს დაგიტოვებთ ჩვენ სანამ ქუთაისში წავალთ იქ რამეს გადავიღებ მოვალ კიდე დავამატებ. მანამ ამ ვიდეოს დაგიტოვებთ და აბა დროებით ძალიან გთხოვთ რამე ცუდი კომენტარები არ დამიწეროთ, იმიტომ რომ არავისზე და ჩემზე თუ გინდა რაც გინდა ის დაწერეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ სხვებზე არაფერი ცუდი არ დამიწეროთ, იმიტომ რომ მახსოვს მე გოდეს ვიდეო რომ მოგიწოდეთ გენახებინათ და ადამიანმა მითხრა რომ შენ მოუწოდეო ხალხსო რომ იქ ცუდი კომენტარები დაეწერათ მერე ადამიანებზე, იმიტომ რომ მე არავისზე მოწოდება რამის არ გამიკეთებია, უბრალოდ ნახეთ და იმის მიხედვით დამიწერეთ კომენტარები მეთქი და იმის მიხედვით დაწერა ადამიანებმა, ყველას თავისი შეხედულება აქვს ყველაფერზე და რასაც ხედავენ იმას წერენ, ხო ესეა? ხო და მოკლედ ასე რომ ძალიან გთხოვთ მსგავსად რო არ განმეორდეს და რაღაცა. მინდა რომ კომენტარები კი რა თქმა უნდა თუ სურვილი გექნება დაწერთ რასაც გინდა, მაგრამ ცუდი ვინმეს მიმართ არ დამიწეროთ. ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით მე. წავედი აბა, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.